რა ხეირი შეიძლება წამოიღოს ამერიკამ ამ კამპანიით? მან გაანაწყენა საკუთარი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში და პრაქტიკულად დაკარგა საკუთარი უსაფრთხოების სისტემა რეგიონში. მან ასე ვთქვათ ვერ გამოიყენა ქურთების ბარათი. მან ვერ გამოიყენა ამ შემთხვევაში იგივე ეს ჩვენი თუნდაც აზერბაიჯანულ-თურქული რაღაცა რკალი ირანის წინააღმდეგ. გარკვეულწილად გაჩნდა სკეპსისი მისი როგორც შეიარაღების მიმართ, ამერიკული შეიარაღების მიმართ, არამედ მთლიანად ამერიკული უსაფრთხოების ხოლგის მიმართ. გარკვეულწილად გაანაწყენა მისი სხვა მოკავშირეები, რომლებიც არ არიან რეგიონში, მათ ენერგო მომარაგება შეუქმნა საფრთხე, იგივე სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთი, თუნდაც ევროპელები, ხო, ყატარის გაზით მარაგდებოდა ევროპის დიდი ნაწილი. მოგესალმებით, უკვე შეგვიძლია ტრადიციულად ვთქვათ, რომ ლაპარაკობს და უჩვენებს 52 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში. და ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე 52 პარალელის არხი და ასევე Spotify-ზე, სადაც შეგიძლიათ ხმას მოусმინოთ ხოლმე. და რა თქმა უნდა, ასევე დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და გამოიწერეთ TikTok-ის გვერდი, სადაც ნახავთ ხოლმე სიახლეებს იმის შესახებ, თუ რა ასე ვთქვათ, რა ხდება 52 პარალელის პლატფორმებზე. და რა თქმა უნდა, გვისმინეთ საქართველოს რადიოს ეთერში 102-სა და 3-ზე, ასევე საქართველოს რადიოს აპლიკაციის ჩამოწერის შემთხვევაში შეგიძლიათ იქაც მოისმინოთ, როგორც ჩვენი გადაცემები, ასევე ზოგადად საქართველოს რადიოს გადაცემები და ვაგრძელებთ ახლა ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას, 52 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას, ისევ მე და შოთა თხელიძემ. და ისევ მოგვიწევს ვისაუბროთ ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ომზე, რომელიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი თავიდანვე, როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ამერიკის ადმინისტრაცია ეცადა, რომ მისთვის ოპერაცია ისეთივე მსგავსი სათაური გამოეყენებინა, როგორც რუსეთის მიერ იქნა გამოყენებული უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალური სამხედრო ოპერაცია Epic Fury, ანუ ეპოქალური მრისხანება, ეპიკური მრისხანება, კი ბატონო. ეპიკური მრისხანება, თუმცა ისრაელის მხრიდან რაღაც თავისი სხვა სახელი აქვს, ხო? კი, ცალკე აქვს. ხო, ცალკე. სახელი ქონა ერთ-ერთი სახელი, მე მალე გაქრა სხვათა შორის ეგ სახელი იყო იუდას ფარი. თუმცა მე ისე ლომის რაღაც ქვია მაგას ლომთან დაკავშირებული სახელწოდება გამოიყენეს, აღარ მახსოვს მეც. მოკლედ ჩვენ ვუყურებთ უკვე პრინციპში მეორე კვირა, რაც ეს კონფლიქტი მიმდინარეობს, როცა ამ ვიდეოს წერთ ზუსტად 12 დღე შესრულდა. და საინტერესოა ალბათ ისაკითხი, უფრო ხანგრძლივი იქნება თუ არა ეს კამპანია, ვიდრე მაგალითად გასული წლის ივნისის კამპანია, რომელიც 12 დღიანი ომის სახელით არის ცნობილი. ამასაც აქ თავისი ალბათ რაღაც სიმბოლური დანიშნულება, რომ 12 დღეზე მეც გასტანს თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადება უკვე მეორე თუ მესამე დღეს იყო, რომ შეიძლება 3-4 კვირაც გასტანოსო და კიდე მეტიცო. მაგრამ ამას უნდა დავამატოთ ზუსტად აი ამ დღეებში გაჩენილი განცხადება, რომ თითქმის მიღწეულია მიზნები სამხედრო კამპანიის და შეიძლება ომი უფრო იმაზე მოკლე აღმოჩნდეს. ომი კი არა ექსკურსია? ესე შეიძლება ვთარგმნოთ ქართულად, excursion იხმარა სიტყვა და ხო, ესე ვთქვათ, არ ვიცი რა ტერმინი იქნებოდა კარგი ქართულად და იყოს ექსკურსია, უფრო მოკლე შეიძლება აღმოჩნდეს. რას ფიქრობ შოთა შენ? შეიძლება რომ ვივარაუდოთ, აი გახსოვს წინა კვირას წამით დავიწყოთ მე მგონი საუბარი, რომ შეიძლება თუ არა ამერიკამ, ან ცოტა მერე შევეხეთ ამ თემას, შეიძლება თუ არა ამერიკამ უეცრად გამოაცხადოს მიზნები მიღწეულად და შეწყვიტოს კამპანია. ხო, ესეთი ორი პარალელური ესეთი ტრეკ ქართულად რაღაცა დინამიკური დინამიკის მქონე განცხადებებს აკეთებს ხოლმე ტრამპი.
ნუ ეს პირველი ეს არის რომ შეიძლება დროულად დასრულდეს და ყველაფერი მიღწეულია როგორც ახსენე, ეს შეიძლება მიზანმიმართული იყოს იმ ნაწილზე ამ კონფლიქტის, რომელიც ეხება ენერგო, ასე ვთქვათ, სფეროს და გლობალურ ნავთობ ბაზარზე რაღაცა დაწყებულ რაღაც ფლუქტუაციას, რაღაცა მერყევ ფასს, როგორც ჩანს, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ კრიტიკული გამოწვევაა შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა კიდევ ტრამპმა ამის პარალელურად, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ მიზნებს საბოლოოდ მივახციოთ ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ არ ვაპირებთ რომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ერთ და იგივე ვაკეთოთ რომ რაღაცა ესეც ნიშნავს იმაზე რომ ხო, არ ვიცი, შეიძლება ეს კონფლიქტი გაგრძელდეს, ხო? კიდე სხვათა შორის იქ ძალიან საინტერესო რამე თქვა, რომ ჩემ შემდეგ შეიძლება მოვიდესო ისეთი პრეზიდენტიო, რომელიც სუსტი იქნება, როგორც მანამდე ყავდაო და ამიტომ ხო არ დავტოვებთ ახლა ამ საკითხს ასეო. ხო, ესეც საკმაოდ კარგი სიგნალია ამ შემთხვევაში ირანული მხარისთვის, რომ თუ ისინიც არ გადაწყვეტენ საკუთარ უსაფრთხოების პრობლემას რეგიონში, სავარაუდოდ ეს კონფლიქტი, როგორც წინა პოდკასტში ვახსენეთ და იმის წინაშეც მე მგონი, რომ თუ ეს გადაუწყვეტელი სტატუს-კვოთი დასრულდა ეს კონფლიქტი, რაღაც მომავალში ეს დაპირისპირება ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მომავალშიც იქნება. ამიტომ ესეც ახალი მმართველისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არის სიგნალი, რომ ირანმაც რაღაცა შედეგით უნდა დაასრულოს ეს კონფლიქტი და არა იმ შედეგით, რომელიც მაგალითად ეხლა არის მოცემული. ნუ ასე გავრცელდა ესეთი ინფორმაციაც, რომ შეერთებული შტატები ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ამას არ თანხმდება ირანული მხარე. როგორც ჩანს, წინა პოდკასტშიც როგორც ვახსენე, ირანი გადავიდა შედარებით დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზე, რომელიც იქნება დროში გაწელილი, ხო? თუ მაგალითად აქამდე რაღაცა იმ რა შედეგის მიღწევაც სურდა ირანს აღწევდა რამდენიმე ათეული დრონით, რამდენიმე ასეული დრონით და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტით, დღეს ამავე შედეგს დევს რამდენიმე ათეული დრონით და რამდენიმე ერთეული ბალისტიკური რაკეტით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყბადაღებული თემა თავდაცვითი სარაკეტო სისტემების რეზერვები ამოიწურა. ამიტომ ამ რეჟიმში შესაძლებელია შეიძლება ვთქვათ, რომ ირანს შეუძლია, რომ ხანგრძლივადიანი ომი აწარმოოს. ანუ სავარაუდოდ ეხა ორივე მხარის დამაკმაყოფილებელი სცენარებიც რო განვიხილოთ, ნუ ირანის ალბათ მიზანი იქნება, რომ ის სამხედრო ბაზები, რომლებიც არსებობდა სპარსეთის ყურეში და ერაყში, ეს ბაზები აღარ იყოს, იმიტომ რომ, როგორც ვახსენეთ, გარდაულა ჩემი ომში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. ეს საკმაოდ ესეთი ხმამაღალი მოთხოვნაა ირანული მხრიდან შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის. და ახლა ამერიკული სცენარი, ვიცით რაც არის ახლა, რომ ყველაზე მინიმუმ ეს არის ურანის გამდიდრებაზე უარისთქმა და ბალისტიკურ რაკეტებზე უარისთქმა. ესეც ხმამაღალი, ჯერჯერობით არც რიტორიკა და არც ქმედებები არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება მივიდეს რაღაცა კომპრომისულ, კონსენსუსურ წერტილამდე. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ესეც დავამატოთ იმას, რომ ირანული მხარე დაჟინებით აცხადებს იმას, რომ რაც არ უნდა შემცირდეს კონფლიქტის ინტენსივობა, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება. ის გააგრძელებს საკუთარ სელექციურ პოლიტიკას ჰორმუზის სრუტის მიმართ, სადაც მხოლოდ მის მოკავშირე ქვეყნებს შეიძლებათ ნავთობ ტანკერების გატარება, ხოლო მოწინააღმდეგეებს არა. ესეთი განცხადებებიც მიანიშნებს იმას, რომ ეს ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს, თუმცა კონფლიქტი შეიძლება არ დასრულდეს მალე. მაგრამ აქ არის თავარი გამოწვევა, მე ვახსენე კიდევაც, ეს არის ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე. კი დაიკლო 2 დღის წინ $90 ჩამოსდა, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აპირებს რეზერვების გახსნას და ასევე შეიძლება რუსეთს მოეხსნას სანქციები და გარკვეულწილად იმედები გააჩინა გლობალურ ბაზრებზე, ნავთობ ბაზრებზე, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენება, იგივე ნავთობ ტანკერებზე გახშირებულმა თავდასხმამ და ასევე რაღაცა ამ იმედის მომცემი ტვიტების წაშლამ ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან, ამ რაღაცა პროცესმა კვლავ ასე ვთქვათ, ნავთობზე ფასი გაზარდა, დღეს მე მგონი $100 ისევე აცდა, თუ სწორად მახსოვს. ხო, ალბათ ეს ნავთობის ფასიზე ვთქვით ივლისს, სანამ ეს კონფლიქტი ამოიწურება და როგორც შენ აღნიშნე, რაღაცა განსაკუთრებული დამაიმედებელი ასე ვთქვათ, პროცესი არ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ შეიძლება უცებ მართლაც მოაცხადოს, რომ დაასრულა კამპანია და მიაღწია საკუთარ მიზნებს, იმიტომ რომ ესე იგი
ეს ბოლო პერიოდში მიზნების კორექციაც მოხდა, ხო? ანუ თავიდან თუ საუბარი იყო, ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ანუ რეჟიმის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო. ბოლო პერიოდში უფრო მეტად ისმის, რომ აი თქვათ ირანის საბრძოლო პოტენციალის განადგურება არის მიზანი და სულ უფრო ახლოს ვართ, ესე ვთქვათ, ამერიკის მაგალითად ტრამპის განცხადებებით, სულ უფრო ახლოს არის ამერიკა ამ მიზნის მიღწევასთან თითქოს. მაგრამ მეორე თემა არის, რომ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება რომ გავიდეს კონფლიქტიდან ისე, რომ ისრაელსა და ირანს შორის გაგრძელდეს დაპირისპირება. მაგრამ ეს პრაქტიკულად გამორიცხული სცენარია. ამას კიდევ თემას დავამატოთ ის, რომ აი გაგრძელების პერსპექტივა რო უფრო მაღალია ვიდრე შეჩერების, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუმინეთს საკუთარ ბაზირება სამხედრო დანაყოფების, ასევე საფრანგეთმა დაუთმო საკუთარი ბაზები ახლო აღმოსავლეთში და მის სიახლოვეს და ასევე ისიც რომ სამხრეთ კორეიდან თითქმის ყველა ტაადის თავდაცვითი სარაკეტო სისტემა წაიღო შეერთებულმა შტატებმა ამ რეგიონში. ანუ ესეც გარკვეულწილად აი ამ ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ რაღაც დროით ეს კონფლიქტი გაგრძელდება. ხო, როგორც შენახსენ ახლა თუ შეერთებული შტატები, გასვლას რას დავარქვეთ, ხო? თუ აღარც თავდაცვითი სარაკეტო სისტემები არ გამოიყენა ამერიკამ, თუ არ მიიტანა თავდასხმები აი ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მოწყობილობებზე და სხვადასხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, დამოუკიდებლად ისრაელს ამ შემთხვევაში რესურსი და თავდასხმის რესურსიც ეწორება. და გადავა რაღაცა პერმანენტულ თავდაცვის პოზიციაში, რაც აპრიორი ისრაელისთვის წამგებიანია, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ, ისრაელს არ აქვს ეს სტრატეგიული სიღრმე, რაღაცა კონცენტრირებული სახელმწიფოა რამდენიმე რაღაცა 10 კვადრატულ კილომეტრზე. ხო, თვითონ ახლა საინტერესოა ისრაელის პერსპექტივაც. თუ ამ შემთხვევაში ისრაელი და მის ხელისუფლება ბენიამინ ნეთანიაჰუ არ გადაჭრის ამ პრობლემას და საკუთარი მიზნების მიღწევით არ დასრულდება ეს კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ ახლა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით რომ შევეშვათ ამ მიმართულებას, აქ იქნება ახალი პოლიტიკური პროცესი შეიძლება დაიწყოს როგორც თავად ისრაელში, ასევე თავად შეერთებულ შტატებში. პირველი რომ სკეპსისი გაჩნდება ზოგადად ისრაელის და ამ პროექტის მიმართ თავად ისრაელში და მეორე ამერიკულ საზოგადოებაში გაჩნდება კითხვები, რომ აი ამ ქვეყანამ ჩვენ ჩაგვითრია კონფლიქტში, რომლითაც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა თლიანად დაკარგოს გავლენები ახლო აღმოსავლეთში და ეს რაღაცა გეოსტრატეგიული სივრცე. ამიტომ ამის გადააზრების პროცესი შეიძლება დაიწყოს და ამის ნიშნები შეიძლება გამოჩნდა კიდევაც აი გევინ ნიუსამი ერთ-ერთი ლიდერი დემოკრატიული პარტიის გარკვეულწილად მინიშნებები მიცა. ეხლა ესეც მე უბრალოდ რაღაცა ამ შემთხვევაში ვარაუდს გამოვთქვა, არ არის ეხლა ის რომ აპრიორი ესე იქნება, თუმცა რაღაცა კრიტიკული კითხვები შეიძლება დაისვას იგივე თუნდაც კონგრესში, იგივე სენატში ისრაელის მიმართ და საომავლოდ იგივე სცენარის განმეორება, ანუ კონფლიქტში ჩართვა შეერთებულ შტატებს ირანთან, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მინიმალურ ალბათობაზე დავა, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრეზიდენტი ვეღარ გაბედავს, ან არ ექნება იმის სურვილი, რომ რაღაცა იგივე აი ამ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელშიც ახლა არის მაგალითად დონალდ ტრამპი. ხო, აქ მე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ის მართლაც ეს ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის თემაზე მე მგონი მაინც არ შენელდება, ძირითადი კითხვები მაინც გაჩნდება და ჩანს უკვე, ესე ვთქვათ, თავად ტრამპის მოქმედებასთან დაკავშირებით, ხო, იმიტომ რომ მაგალითად სულ უფრო აქტიურად განიხილება რა თანხას ხარჯავს მაგალითად ყოველდღიურ სამხედრო ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატები და შედეგად რა მიზანს აღწევს, ხო, ანუ რა შედეგი იდება ამ დახარჯული თანხის სანაცვლოდ, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას არ ქონდა ესეთი ვთქვათ კონგრესისგან თანხმობა ამ ოპერაციის დაწყებისათვის, ხო? და ვთქვათ ამ ხარჯების ესე ვთქვათ გამოყენებაზეც არ ყოფილა ეს თანხმობა და ასე შემდეგ. ანუ იქ ძირითადი პრობლემები ეს არის და სულ უფრო მეტად თავს იჩენს ის საკითხი, რომ შუალედური არჩევნები ახლოვდება და შესაბამისად აი ტრამპისთვის ახლა დგება ეს გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთია რომ გავიგეთ, რომ შევიდა იმ კონფლიქტში, რომელიდანაც რომელშიც კარგად არ ჩანს მიზნები, როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, გინდა განცხადებული და გინდა მოაზრებული, ხო, ანუ რაც არ უნდა მოვიაზროთ მიზნები ამ ოპერაციის უკან. საკმაოდ რთულია იმის წარმოქმნა, როგორ შეიძლება ეს მიზნები იქნას მიღწეული.
და მეორე ახლა აქედან გამოსვლა, ხო? იმიტომ რომ სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ მიზნები სახმელეთო ოპერაციის გარეშე მიღწევადი არ არის. და ამასთან ერთად ასევე ცხადია, რომ სახმელეთო ოპერაციის წარმოება ირანში ეს კიდე ერთი სერიოზული პრობლემა იქნება ამერიკისთვის, ასე ვთქვათ. და მეორე არ ჩანს როგორ უნდა დაასრულონ, ხო? ანუ თავარი გამოწვევა ახლა ეს არის, რომ როგორ გამოვიდნენ უკან იქიდან, სადაც პრინციპში არ ვიცი, მე არ მახსენდება, იქნება შენ მითხრა, რომ რა ხეირი შეიძლება წამოიღოს ამერიკამ ამ კამპანიიდან. ხო, ეს საკმაოდ რთული სათქმელია, ხო? მან გაანაწყენა საკუთარი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში და პრაქტიკულად დაკარგა საკუთარი უსაფრთხოების სისტემა რეგიონში. მან, ასე ვთქვათ, ვერ გამოიყენა ქურთების ბარათი. მან ვერ გამოიყენა ამ შემთხვევაში იგივე ეს ჩვენი თუნდაც აზერბაიჯანულ-თურქული რაღაცა რკალი ირანის წინააღმდეგ. გარკვეულწილად გაჩნდა სკეპსისი მისი როგორც შეიარაღების მიმართ, ამერიკული შეიარაღების მიმართ, არამედ მთლიანად ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის მიმართ. გარკვეულწილად გაანაწყენა მისი სხვა მოკავშირეები, რომლებიც არ არიან რეგიონში, მათ ენერგო მომარაგება შეუქმნა საფრთხე, იგივე სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთი, თუნდაც ევროპელები, ხო, ყატარის გაზით მარაგდებოდა ევროპის დიდი ნაწილი, ხო? ანუ ეს შეუთანხმებლობა შეწეღა რომ ახსენეს თავდაცვით ჰიპოთეზის შეიარაღება პრინციპში მოაშიშულა სამხრეთ კორეის უსაფრთხოება, ხო? ამ მოცემულობას ემატება კიდევ შენ ახსენეს ფინანსური ნაწილი ამ კონფლიქტის, მაგრამ ადამიანური ნაწილი. ვთქვათ, რომ დღითი დღე უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა მსხვერპლი ადამიანური მსხვერპლი ამერიკის მხრიდან იზრდება ამ რეგიონში და აღიარა კიდევაც ამერიკულმა მხარემ, რომ 150-ზე მეტი ამერიკელი არის დაჭრილი ან დაზიანებული. სავარაუდოდ რაღაცა შეიძლება გარდაცვლილების რიცხვიც გაიზრდება, რაც ასევე საკმაოდ მტკივნეულია. ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის. ასევე ეს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე რო ვისაუბრო. ანუ მე რატო ვახსენე, რომ თვითონ შეერთებულ შტატებშიც გარკვეულწილად საზოგადოებაში იწყება ეს ისრაელის მხარდაჭერის გადააზრება, ხო? ადრე თუ მაგალითად ნებისმიერ რაღაცა არჩევნებში ებრაულ ლობს შეეძლო, რომ რაღაცა n რაოდენობის თანხა მიეცა გარკვეული კანდიდატისთვის და ის უპრობლემოდ იგებდა, იმიტომ რომ ისრაელის იდეასთან წინააღმდეგობა არ არსებობდა ამერიკულ საზოგადოებაში. დღეს შეიძლება უკუ რეაქცია გამოიწვიოს ამან, რომ ის კანდიდატი, რომელზედაც იქნება ინფორმაცია, რომ მას რაღაც ებრაული ლობი აფინანსებს, ამ მომრჩეველმა შეიძლება პირიქით არ მისცეს ხმა და პირიქით ანუ მისცეს მის რაღაც კონკურენტ კანდიდატს, იმიტომ რომ აი ეს წინააღმდეგობა დაწყებული, აი ღაზის გენოციდიდან მოყოლებული, აი დღევანდელ რეალობამდე მოსული, აი ამ ასე ვთქვათ წინააღმდეგობას აძლიერებს ამერიკულ საზოგადოებაში. მე მგონი Wall Street ჟურნალი იყო თუ არ ვიცი New York Times-ი გამოაქვეყნა რეიტინგები, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის რეიტინგები ამ კონფლიქტის დაწყების და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ ირანთან კონფლიქტის დაწყების მსურველებს, დაახლოებით 24-25%, როდესაც მაგალითად ავღანეთთან ომს უჭერდა 2001 წელს და 80%-ამდე, ერაყის ომს დაახლოებით 60-70%, ანუ უმეტესი ნაწილი, ვიდრე ასე ვთქვათ, ნაკლები. ანუ რაღაც სიის ბოლოში იყო. ესეც აი ამ ხო, შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზეც მიანიშნებს. ასევე ისიც უნდა დავამატოთ, რომ თავად მაგაში, ანუ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ მოძრაობაშიც ეს ისრაელის მიმართ სკეპსისი იზრდება. არის ასე ვთქვათ, წამყვანი talking head-ები, იგივე სტაკერ კარლსონი, იგივე მაგალითად ეს ნიკ ფუენტესი, იგივე ყოფილი ტეილორ გრინი, კონგრესუმენი, რომელიც საკმაოდ დიდი კრიტიკით გამოირჩევა. მათ აქვს საკმაოდ დიდი გავლენა მაგას სოფხედველობაზე, ხო? და რეალურად ეს ტრანსფორმაცია თანდათან იწყება. სავარაუდოდ ეხა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხდება, რომ აი ეს მომავალში, ანუ ეს შესაძლებლობების ფანჯარა ეხურება ისრაელს, რომ დღეს თუ არ მიიღწა მიზანი, მომავალში, რაღაცა გაურკვეველ მომავალში შეიძლება, მაგრამ რაღაცა ხილვად მომავალში 10-20 წელიწადში იგივეს გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. რაც თუ გავყვებით სცენარს, ნიშნავს იმას, რომ ირანი შეინარჩუნებს საკუთარ რაობას, როგორცაც დღეს ვიცნობთ, და ის იქნება უფრო განვითარებული, როგორც სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ირანშიც უკვე დაიწყო გარკვეულწილად დისკუსია იმ საკითხზე, რომ თუ აქამდე ირანი მაგალითად უარს ამბობდა ჩინურ-რუსულ შეიარაღებაზე, სტრატეგიულ შეიარაღებაზე, იმიტომ რომ არ სურდა, რომ სხვა ქვეყნის ასე ვთქვათ შეიარაღება
ანუ გარკვეულწილად გავლენა ქონოდა, სამხედრო გავლენა სხვა ქვეყნებს, თუნდაც რაღაცა ფინანსურ დახმარებაზეც უარს ამბობდა, უკვე დაიწყეს გადააზრება, რომ მომავალში ირანს მოუწევს გარკვეულწილად ინტეგრირება აი ამ ორ გეოპოლიტიკურ მოთამაშესთან, რომ შემდგომში თავიდან აი თუ მაგალითად ეხა ბირთვული რაღაც არ გააკეთებენ. ხო, ანუ თავარი მიმართულება ამ შემთხვევაში არის თავდაცვითი სარაკეტო სისტემების შეძენა, არის რაღაცა ფინანსური რეზერვებით, ანუ მაგალითად ჩინეთს აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს, რომ რეალის ვალუტა გამყარდეს და ეს რაღაცა შეუკავებელი ინფლაცია შეჭერდეს. ანუ ამ მიმართულებით უკვე გახსნილია აი საუბარი ირანში. ამიტომ 10-20 წელიწადში ირანი შეიძლება იყოს ორჯერ ხარ ამდენჯერმე არ ვიცი, მაგრამ გაცილებით მომზადებული სახელმწიფო და მასთან დაპირისპირება პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი. ამას დავამატოთ ისიც, რომ როგორც ვახსენეთ, თლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოიშალა ეს უსაფრთხოების სისტემა. კი ბატონო, ანუ ეს ერთი ელემენტიდან დავიწყოთ საუბარი, ძალიან საინტერესოა რა, რომ ერთ-ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღისა ირანში იყო აიათოლა, უკვე გარდაცვლილი და ამ თვალსაზრისით რამე საჯარო სივრცეში თუ გაჩნდა რამე ისეთი ცვლილება, ანუ ნიშნები იმისა, რომ ირანი ამ ასე ვთქვათ აკრძალვას, რაც ჰქონდა აიათოლას, ამ ესე ვთქვათ გადახედავს და შეიძლება ვთქვათ ბირთვული ირანიც ვიხილოთ რაღაც პერიოდში შეიარაღების თვალსაზრისით არა სამოქალაქო ბირთვული პროგრამების თვალსაზრისით, ხო? ხო, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის, ალბათ გამომდინარე კონფლიქტის მიმდინარეობიდან, რომ თუ ამაზე დაიწყება საუბარი, შეიძლება დამატებითი არგუმენტი მიეცეს ისრაელს და ამერიკას და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აი მართლა ბირთვული იარაღს აკეთებენ და ნუ ამ ომს მიეცემა ლეგიტიმაცია. თუმცა ეს საზოგადოებრივი აზრი ამისთვის არის მომწიფებული, მაგალითად შარშან იყო თუ შარშანწი, რომ ირანის პარლამენტმა მიიღო კიდევაც რეზოლუცია, რომ საკანონმდებლო ორგანო თანახმაა, რომ ირანმა გააკეთოს ბირთვული იარაღი. დღეს გავრცელდა ახალი აიათოლას განცხადება, მოჯტაბა ხამენეის განცხადება, რომელიც საკმაოდ ხისტი რიტორიკა შეიმჩნევა, რომ არანაირი მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ იგეგმება, არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იგეგმება, ირანი მიყვება საკუთარ გეგმას, რაც უკვე ესეთი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ ახალი აიათოლას რაღაცა მსოფლმხედველობას გარკვეულწილად ავლენს თუ რა მიმართება ექნება მას შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან რეგიონში, რაც ახლა რთულად სავარაუდო არ იყო, რომ ეს ასე იქნებოდა. კი ბატონო. ესე იგი, აქ რამდენიმე საკითხი ვახსენეთ, შესაბამისად ნელ-ნელა მივყვეთ ამ თემებს, ხო? ერთი ამერიკის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, რომელსაც აქვს თავისი გავლენა ამ პროცესზე, ანუ ამ წუთას ეს კონფლიქტი მიმდინარეობს, კონფლიქტიდან გამოსავალი ასე მარტივად არ ჩანს, მიუხედავად იმ მოსაზრებებისა, მიუხედავად ზოგადად ეს რა ქვია მაგას იმისა, რომ ტრამპი არ არის ადვილად პროგნოზირებადი ლიდერი და მან შეიძლება ნებისმიერ წამს თქვას, რომ რაღაცა შევასრულე. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ ეგეთ სცენარს, რომ უცებ შეიძლება უარი თქვას ამ ესე ვთქვათ, ოპერაციის გაგრძელებაზე, შეაჩეროს საერთოდ ეს ოპერაცია და უცებ შემოგთავაზოთ რაღაც ახალი თემა, კუბა ან გრენლანდიას დაუბრუნდეს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მთლიანობაში აი წეღან ახსენე შენ ეს და რაც აბსოლუტურად სწორია, რომ ნეთანიაჰუსთვის ეს საკმაოდ ესეთი შესაძლებლობის ფანჯარა, იმიტომ რომ ახლა თუ გაჩერდება ეს კონფლიქტი, ნუ მე გვაქვს ჩვენს შუალედური არჩევნები და შუალედური არჩევნების შედეგის განსაზღვრა ახლა საკმაოდ რთულია. შეიძლება ამ კამპანიის წარუმატებლობა მნიშვნელოვნად შეამციროს რესპუბლიკელების წარმატება ამ შუალედურ არჩევნებზე და მერე საერთოდ უკვე იწყება მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ხო? სადაც უკვე ჩანს, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით ბანაკები თავის, ასე ვთქვათ, სასტარტო პირობებს ამზადებენ, ხო? ერთი ბანაკი როგორც ჩანს, რომ მარკო რუბიოს, რომელიც შეიძლება უფრო აგრესიული ბანაკის წარმომადგენლად მოვიაზროთ და მეორე, ვთქვათ, ჯეი-დი ვენსი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით დისტანცირდება ამ პროცესისგან, ხო? აი ამ ასე ვთქვათ, სამხედრო კამპანიისგანაც კი გარკვეული თვალსაზრისით დისტანცირებულია, ტრამპს იმის თქმაც მოუწია, რომ ფილოსოფიურად განსხვავებულად უყურებენ ამ კონფლიქტს ის და ჯეი-დი ვენსი, ხო?
ხო, აი ამ კონფლიქტმა ეს შეიძლება გამოიწვიოს სამთავრობო კაბინეტის გადალაგება, გაჩნდა კრიტიკა მაგალითად პიტ ჰექსეტის მიმართ, იგივე მაიკ ვოლცის მიმართ, იგივე მარკო რუბიოს მიმართაც და არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა დროის შემდგომ ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, გაშვებული საკუთარი თანამდებობიდან. ნუ ეს მოცემულობა აწყობს, ასე ვთქვათ, JD Vance, მოკლედ რომ მისი მსოფლმხედველობა აღმოჩნდა უფრო პრაგმატული და რაციონალური ამ შემთხვევაში. ხო, ნუ საომავლოდ ეხა მაინც ჯერ კიდევ ადრეა მემკვიდრეზე საუბარი, ნუ ეხა ვენსი, რუბიო, ხო, და ეს პირიქით თუ მაგალითად ვენესუელამ გარკვეული ქულები, პოლიტიკური დივიდენდები მისცა მარკო რუბიოს, ეხა ამ ირანის ამ ინტერვენციამ ირანში ეს პირიქით საკმაოდ გაცილებით უფრო მეტი ზიანი და ზარალი მიაყენა ეხა ტრამპს, ვიდრე ვენესუელამ მას მოუტანა სარგებელი. შესაბამისად გრენლანდია და კუბა ეს იქნება მარკო რუბიოს შენახული კარტებია მიმართებაში, რომელთაც შეიძლება დააკამბეკოს, მოდი ესე ვთქვა. თუ ეხა თვითონ ეხა ვენსი რუბიოს დაპირისპირება მეტწილად განისაზღვრება რამდენად ასე ვთქვათ შეინარჩუნებს მაგას წარმომადგენელი ასე ვთქვათ პირები აი ამ სამთავრობო რაღაცა წრეებში ადგილებს, ხო? თუ ისინი, ნუ მაგალითად ჩვენ ხედავთ იმას, რომ თანათანობით ისინი გადიან ტრამპის რაღაცა ორბიტიდან, ხო? იგივე ეს ტეილორ გრინი ვახსენეთ, ჩარლი კირკი მოკლეს, ხო? ესეთი ადამიანები, ნუ კრიტიკა, ანუ ტაკერ კარლსონი უკვე ღია კრიტიკაზეა, ხო, გადასული. ეს მიანიშნებს იმას, რომ რაღაცა შეიძლება ვენს აღარ კონდეს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ პარტიამ ის დააყენოს კანდიდატად შემდგომ არჩევნებში და ნუ ისევ ნეოკონსერვატიულმა ფლანგმა გაიმარჯვოს მარკო რუბიოს. თუმცა ჯერ მაინც ადრეა, ჯერ 3 წელი. ადრეც არის და მეორეს მხრივ ეგ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ბანაკი მიაღწევს წარმატებას, რომელიც გაყიდვადი გახდება საბოლოო ჯამში, ხო? ანუ თუ სამხედრო კამპანიები გარეთ, ქვეყნის გარეთ წარუმატებლად დასრულდება, შესაბამისად ალბათ მაინც ეს შიდა ეგრეთ წოდებული იზოლაციონისტური პოლიტიკა იმარჯვებს სავარაუდოდ მაინც რესპუბლიკურ პარტიის შიგნით, ხო? ხო, მაგრამ აი როგორც ვახსენეთ, შეიძლება ეს კუბა და გრენლანდია მაინც აღმოჩნდეს რაღაცა გარდამტეხი ხოლმე. ხო, ჯერ ახლა ზოგადად ესე საუბრები მაინც რთულია, ადრეა ჯერ ამ კუთხით, მაგრამ ნუ ჩვენ თემა დავიწყეთ ნეთანიაჰუს პერსპექტივით და ნუ რეალობას რო შევხედოთ, შემდეგი პრეზიდენტი ან იქნება დემოკრატი, ან JD Vance, ხო, დიდი ალბათობით. ორივე მისთვის მიუღებელია, ხო? ნუ შეიძლება, ნუ აი ეს პერსპექტივაც აიძულებს შეიძლება ნეთანიაჰუს და ზოგადად ისრაელის establishment-ს რომ მარკო რუბიოზე ჩამოვიდნენ ფსონს და ასე ვთქვათ ეს JD Vance-ი ჩაწიონ გვერდზე, ხო? ბევრი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი. თავად ნეთანიაჰუსთვის ის უკვე ასე ვთქვათ საკმაოდ დიდი ხანია განიცდის გარკვეულ პოლიტიკურ კრიზისს საკუთარ ქვეყანაში, ხო? ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას ის არის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ ყავს საკუთარი პარტიით უმრავლესობა, კოალიციური ასე ვთქვათ თავრობა აქვს. ის არის პრემიერ-მინისტრი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე და ახლა უბრალოდ დაპაუზებულია ამ კონფლიქტიდან გამომდინარე, კონფლიქტის შედეგები ალბათ ხელახლა დააყენებს ამ საქმის ანუ საქმე ისედაც განახლდება ცხადია, მაგრამ აი სიმძაფრე ამ საქმის განახლების ალბათ დამოკიდებულია მაინც ამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე და შედეგებზე, ხო? ანუ რა შედეგამდე მივა. ეხლა ომის დაწყების დღიდან მანამდეც გარკვეულწილად მოხდა ებრაული საზოგადოების კონსოლიდაცია, ეს ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერი იარ ლაპიდი გამოვიდა და ეს მორატორიუმი გამოაცხადა, რომ წყვეტს ასე ვთქვათ ოპონირებას, იმიტომ რომ თავარი მტერი არის ირანი და ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და ეხლა რაღაცა ეს დაპირისპირების დრო არ არის, თუმცა აი ბოლო დღეების პროცესი აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებაში იზრდება კრიტიკა გამომდინარე იქიდან, რომ თელ-ავივი პრაქტიკულად პერმანენტულად იმყოფება დაბომბების საფრთხის ქვეშ ან დაბომბების ქვეშ, ნუ როგორც წერენ, დღეში რამდენჯერმე ირთვება სირენები და მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ წევს ბუნკერებში ყოფნა და ნუ ეს რაღაცა ეს მითოლოგია, რომელიც არსებობდა ბენიამინ ნეთანიაჰუს შესახებ, რომ მისი ზედმეტ სახელიც იყო ბატონი უსაფრთხოება, ხო? აი ეს რომელიც იყო ისრაელის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი ბოლო 15 წელიწადია, ეს რაღაცა მითოლოგიაც ივშნება და გარკვეულწილად ეს კრიტიკა იზრდება, ხო? ნუ დიდი, ასე ვთქვათ, ნუ
ამას ყველაფერს გადაწყვეტს თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი. თუ ეს მიზანი ვერ მიიღწევს, შენ როგორც ახსენე, დიდი ალბათობით ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერა შეიძლება დასასრულისკენ წავიდეს. კარგი, ეხა უყურებ, მიზანი ვერ მიიღწა. ანუ ძალიან საინტერესო რამეა, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი მაგალითად იმ დღეს გლენდიზენის ეთერში მერშაიმერი საუბრობდა იმაზე, რომ უბრალოდ თანამედროვე ომის მოგება ავიაციით არის წარმოუდგენელი რამე, ხო? არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ როგორც ის ამბობდა, პირველად ავიაცია, ანუ მაგალითები მოყავდა, ესე ვთქვათ, რომ პირველად ავიაცია ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს მოწინააღმდეგეებმა, მაგრამ იმის შემდეგ სულ არისო ესეთი წარმოდგენა, რომ შეიძლება ავიაციით მოიგო ომი, მაგრამ არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ავიაციით მოიგო ომი, ამისი არ არსებობს და არის ერთი ფაქტი, ესეც უახლოესი ისტორია, შესაძლოა იუგოსლავიის ომი 99 წლის, როდესაც ავიაციით აიძულეს მილოშევიჩი, რომ დაით მაგრამ მაშინდელი იუგოსლავიის და დღევანდელი ირანის შედარება ცოტა არასერიოზულია. კი ბატონო, და ამის გარდა კი შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ, რომ იუგოსლავიას უკან არავინ არ ედგო საერთოდ. ხო, ანუ მაშინ არ იყო არანაირი სხვა, ასე ვთქვათ, გლობალური აქტორი, რომელიც როგორც ენერგო ან რაღაც სამხედრო მომარაგებას უზრუნველყოფდა და იუგოსლავიაც უკვე აღარ იყო ის ტერიტორიული მოცემულობა, რაც იყო დასაწყისში. არა, მთელი ამბავი რაში მდგომარეობს, რომ პრობლემა რაში არის, ანუ თლად სწორი არ არის ეგ შეფასება, რომ ავიაციით მოხდა, იმიტომ რომ იუგოსლავიაში შიგნით უკვე არსებული კონფლიქტი იყო, ხო? კოსოვარებსა და სერბებს შორის, სერბებსა და ხო როლი მაინც ითამაშა. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ისო, მაგრამ შიგნით არსებული კრიზისის ფონზე, ანუ შიგნით არსებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე. ანუ მაგრამ ეს დაპირისპირება არ იყო იმ მასშტაბის, რომელსაც შეეძლო იუგოსლავური არმია რაღაც დონეზე გაეტეხა. ნახე, რაღაც არის, რადგან არ იყო შიდა დაპირისპირება მაგის შემძლებელი, იმიტომ გამოიყენეს ავიაცია, ხო? ანუ ავიაციის გამოყენება გახდა საჭირო, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირება ვერ ახერხებდა ამ ისე ვთქვათ წინააღმდეგობის დაძლევას. აქ მთავარი რა არის, რომ ეს მაინც იყო, ანუ არსებობდა კონფლიქტი ხმელეთზე, ესე ვთქვათ და ამ ხმელეთზე არსებული კონფლიქტის დამხმარე, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ავიაცია. ამ შემთხვევაში ირანთან მიმართებაში, ანუ არგუმენტი იყო ის, რომ ირანში სახმელეთო დაპირისპირების ფაქტორი არ არსებობს, ასე ვთქვათ. არც შიდა დაპირისპირების საკითხი არსებობს, რომ პოლიტიკური ოპონენტები დაუპირისპირდნენ რეჟიმს და არც ქურთების მაგალითად ფაქტორის გამოყენება მოხერხდა, არც აზერბაიჯანთან დაპირისპირების წახალისება მოხერხდა. ანუ მთლიანობაში რჩება მარტო საავიაციო დარტყმების პოტენციალი. ხო, ანუ პასუხისგაცემის რესურსებშიც არის დიდი სხვაობა, ხა იუგოსლავიას მაშინ არ ქონდა ის რესურსები, რითაც შეეძლო რომ და არც თქვათ, არც რაც ვიცით, რომ არსებობს ამ წუთას ჩინეთის და რუსეთის სადაზვერვო დახმარება არ ქონდა, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, აი ამ მოცემულობაში, როდესაც ისრაელს და ამერიკას არ უნდა და ალბათ ხვდებიან, რომ ეს იქნება სერიოზული პრობლემა სახმელეთო კამპანიის დაწყება. ჯერ მარტო არ ვიცი, შეიძლება იმას რა ქვია, მაგ ნორმანდიაში გადასხდომაზე უფრო დიდი ტრაგედია იყოს, თქვათ, ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით ირანის ტერიტორიაზე შესვლა, ხო? და მეორეს მე ვერ ახერხებენ, ასე ვთქვათ, სხვების ფაქტორის გამოყენებას, სხვა ფაქტორის, სხვა სახმელეთო დაპირისპირების წახალისებას, რა რესურსი აქვს მიზნის მიღწევის. და თუ ეს რესურსი არ არსებობს, მიზნის მიღწევის რესურსი, მაშინ ამ კამპანიის გაგრძელებას რა მიზანი აქვს? ხო, რთული შეკითხვაა, როგორც ჩანს, თავარი ორიენტირი ეს არის ავიადარტყმები ან სარაკეტო დარტყმები, რაღაცა ხომალდებიდან. ანუ შეიძლება არსებობდეს რაღაცა ისეთი მიზანი, რომელმაც ანუ ვთქვათ, საჰაერო დარტყმები მიღწევადია. ხო, რთულია, იმიტომ რომ ირანული ეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები რაღაცა თუნდაც დანადგარები, ზოგი მობილური დანადგარია, რომელიც გადაადგილდება. ეხლა მათი ზოგი არის უბრალოდ რაღაცა უდაბნოში და რაღაც იხსნება რაღაცა ჭერი, გამოდის, ისვრის, რომელიც მიწის ქვეშა. მათი მოძებნა და განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? უბრალოდ რაღაცა როგორც აქამდე ისრაელი აწარმოებდა ესე მტკივნეული ომის რაღაცა პარადიგმას, რომ რაღაცა მოსახლეობაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დაწოლა მოხდეს იმ მასშტაბის, რომ რაღაცა პოლიტიკური ქცევა შეცვალონ მოწინააღმდეგეს. თუმცა ესეც არ გონია, რომ მიიღწეს, იმიტომ რომ
უბრალოდ მასშტაბები არის საკმაოდ დიდი, ხო, ეხლა ღაზა და რაღაცა ჰეზბოლა, ლიბანის სამხრეთი არის ძალიან პატარა ტერიტორია, რაღაცა მიზერული ტერიტორია და ეხლა ირანი, როგორც ვახსენეთ, რაღაცა უზარმაზარი სივრცეა, რომელსაც შეუძლია თვითგადარჩენა. მაგალითად, ეხლა დღეს ვნახე ესეთი ჩანს უკაცრავად, თან როგორც ჩანს, ანუ იმის გაკონტროლებაც ვერ ხერხდება, რომ თქვა სასურსათო პრობლემა შექმნა. ხო, ეს არის ენერგეტიკის სივრცეში შექმნა. ირანს შეიძლება მაგალითად ჩაკეტილი აქვს მისი დასავლეთ და სამხრეთ სივრცე, რაღაცა, მაგრამ მისი ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილი აბსოლუტურად უკონტროლოა შეერთებულ შტატების და ისრაელის მხრიდან. იგულისხმება კასპია, თურქმენეთი, ავღანეთი, ეს არის სივრცეები, რომელთანაც შეუძლია თავისუფლად მომარაგება მოხდეს, როგორც რუსეთის მხრიდან, ასევე ჩინეთის მხრიდან. აი იგივე ხა თემა იყო მაგალითად მტკნარი წყლის პრობლემა. დღეს ვნახე ესეთი მონაცემი, რომ ასე გამტკნარების სადგურებით ირანი იღებს მხოლოდ მტკნარი წყლის 2 მაქსიმუმ 3%, რაც არ არის მისთვის ესეც პრობლემა. იყო ეს საუბრები, რომ ეს გვალვების შედეგად იყო წყლის რესურსების დეფიციტი, თუმცა ეს იყო აი ზაფხულის მოვლენა, მაშინ მოხდა ეს, როდესაც რამდენიმე თვე არ მოვიდა წყალი, წვიმა. წვიმით გროვდება მტკნარი წყალი, აქვთ წყალსაცავები და შემდგომ ანაწილებენ ქალაქებში. ამიტომ არის აი ხო, ცოტა რთულია ამ მასშტაბის ქვეყანასთან ესეთი, n რაოდენობის რაღაცა ავიადარტყმა იქნება საჭირო, ან n რაოდენობის რაღაცა რაკეტა იქნება საჭირო, თან ეს იმ მომენტში, როდესაც მეტოქე პასუხობს. ანუ შენს აქვს რესურსი, რომ გიპასუხოს. ხო, გიპასუხოს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მტკივნეულად პასუხობს, ვიდრე შენ ამას საკეთებ, ხო? თავარი ეს მიმართულება, ეს ბოლო დღეების საკითხი, ეს არის ფასი ენერგობაზრებზე, ხო? ამიტომ ცოტა ხო, რთულია, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ჭიხური მდგომარეობა აქვს შეერთებულ შტატებს. არ ვიცი ხა რას გადაწყვეტენ თეთ სახში, თუმცა რაღაც მომენტში როგორც შენ ამბობ, შეიძლება დონალდ ტრამპმა ერთ დღეს მაგრამ პრობლემა რა არის? შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეწყვიტოს ეს კონფლიქტი, მაგრამ ირანი არ შეწყვეტს და თუ ირანის პოზიცია არ აძლევს შესაძლებლობას შეერთებულ შტატებს რომ შეაჩეროს კონფლიქტი. შეიძლება მას ეს უკვე სურს. აქ თემა უკვე შემოდის ის, რომ ასე ვთქვათ, ასია თუ ისე მოუწევს ირანთან საუბარი, ხო? აი ამ შემთხვევაში რა ადგილი ქონდა შენი აზრით კომუნიკაციას, რომელიც ამ კვირაში შედგა ტრამპსა და პუტინს შორის? ხო, ესეც მიანიშნებდა იმას, რომ აღნიშნეთ, რომ ტრამპის ინიციატივით იყო. ხო, ეს მიანიშნებს იმას, რომ გეგმა რაც არსებობდა ირანთან მიმართებაში, ეს გეგმა ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ ეხა თუ ეს კონფლიქტი იმაზე იყო გათვლილი, რომ შემდეგ ტრამპს პუტინთან დაერეკა და რაღაცა რუსულ ნავთობზე პოტენციურად სანქციები მოხსნილი იყო, მაშინ ცოტა ეს რაღაცა არასერიოზულია, ხო? ამიტომ ხო, ესეც არის გამოსავლის ძიების მეთოდები, ხო? იგახა ჩინეთს სი ძინპინს სამშობლოში არ ურეკავს. ყველაზე დიდი კითხვა რაც მაქვს ამ ყველაფერზე, ანუ როგორ შეიძლებოდა ან როგორც აღმოჩნდა შეიძლებოდა, მაგრამ აი ამას ვერ იმაშებ, ვერ უშვებ საკუთარ თავში, რომ ყველაფერი ეს აი ესეთი რაღაცა ხანგრძლივი, თუნდაც დავარქვათ გეგმა ბეს გარეშე დაიწყო. ანუ დაარტყეს, იმიტომ რომ ჩამოეშალათ რეჟიმი და მერე თვითონ ეკარნახათ თამაშის წესები და არ გამოვიდა და მერე რა შვებით რა, აი მერე რა შვებით ამის გააზრების გარეშე ეს როგორ შეიძლება რომ მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო, ასე ვთქვათ, ყალბი წარმოდგენა, რომელიც შეიქმნა ვენესუელის შედეგად, რომ თურმე შესაძლებელია მხოლოდ ლიდერშიპის განეიტრალებით რაღაცა მორჩილი ხელისუფლება ყავდეს იმ სახელმწიფოში, რომელშიც კი და მხოლოდ ლიდერშიპის განეიტრალებით, არამედ შეთანხმებით ქვედარგოლებთან რა, რაღაც გარიგებით ქვედარგოლებთან, ხო? ან მაგალითად აი მუქარით, რომ შემდგომი ხელისუფალი თუ არ დამემორჩილება, იგივეს გავიმეორებ, მაგრამ რეალურად მიხვდე, რომ ამას აზრი არ აქვს. ეხლა თუნდაც ეს ახალი აეთოლაც რომ მოკლან, შემდეგის არჩევას პრობლემა არ უდგას. ანუ თუ რაღაცა საზოგადოებრივი განწყობა არ არის საწინააღმდეგო, რეალურად აზრი არ აქვს ამის ცვლილებას. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატებს შორის ირანმა ერთი მეორეზე უარესი დაასახელა ამერიკისთვის, ხო? კი და მეორე ხა საკითხი რა არის? შეიძლება ეს იყო მცდარი სადაზვერო ინფორმაცია, ან შეიძლება ეს იყო უბრალოდ ისრაელის მხრიდან deception, ანუ მოტყუების ცდილობა ტრამპისთვის, რომ ის გამოეყენებინათ ამ კონფლიქტში, ხო? ესეთი რაღაცა ნახევრად ხუმრობა დადის ამერიკულ საზოგადოებაში, რომ ნეთანიაჰუ აი ამ ირანთან ომის დაწყებას ცდილობს 30 წელიწადია, მაგრამ
ტრამპი აღმოჩნდა ის ერთადერთი სულელი პრეზიდენტი, რომელიც ამას დათანხმდა, ხო? ანუ ეს შეიძლება ასე ვთქვათ, მოტყუებული შეიძლება აღმოჩნდა ისრაელის მხრიდან. მე ახლა ნაკლებად წარმომიდგენია, რომ რაღაცა ისრაელს ქონოდა რაღაცა ყალბი ან ცრუ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ირანში თვითონ საზოგადოებრივი განწყობების კუთხით, ნახეთ კიდევაც, ხო, იანვარში რამდენი ასე ვთქვათ დივერსიული ჯგუფი ყავდა თვითონ ქვეყანაში და თუნდაც გასული წლის 12 ის არის მით უმეტეს იცი კიდე ერთი სერიოზული ის არის რაც ახლა ახსენე იანვართან მიმართებაში ხო იანვრის შემდეგ სწორედაც რომ აი ეს ყალბი წარმოდგენები აღარ უნდა ქონოდათ იმიტომ რომ თითქოს იანვარში უკვე გამოიყენეს ეგ რესურსი რა რესურსიც არსებობდა ეგ რესურსი გამოიყენეს და პრინც პირიქით ირანს მისცეს ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებლობა რომ გაენეიტრალებინა გარედან მომდინარე საფრთხეები შიდა სტაბილურობასთან დაკავშირებით ხო? ხო აქ მაინც თავარი ამხსნელი ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს ახლა თუ ეხლა ამას არ გააკეთებენ მომავალში ეს იქნება უფრო რთული გასაკეთებელი. კი ბატონო. ანუ ეს არის ერთი ამხსნელი და მეორე ეს ყვადაღებული ეპშტეინის ფაილები ხო რომელიც იყო შეიძლება ფაქტორი ახლა ხო ვერ გამოურიცხავთ მაგას რომ იყო ფაქტორი. ამიტომ ხო ეს ყველა ამას იძახის რომ რეალურად ომი დაიწყეს გეგმის გარეშე. ნუ არსებობდა მარტო ეს აგეგმა პრიმიტიული გეგმა რომ რაღაც აიათოლას მოკლავთ და მე ყველაფერი ისე წავა როგორც ჩვენ გვიდა. თუმცა არ აღმოჩნდა ესე როგორც ანუ ყველაფერი მაინც იქით მიდის რაზეც აწილობრივ ესე ვთქვათ რუბიო მისაუბრა რომ ისრაელი ისედაც აპირებდა დარტყმას და ჩვენ ვერ დავტოვებდით მარტო და ამიტომ ჩვენც უნდა შევყოლოდით ამ პროცესში. ანუ რეალურად ისრაელმა ასე ვთქვათ ესკალაციის აი ზუსტად ეს ფანჯრის გამოყენებიდან გამომდინარე ასე ვთქვათ იმოქმედა და შესაბამისად აი ეს პარტნიორობა რომელიც არსებობს ირანს, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მართლა უმოქმედოდ ვერ გაატარებდა ამას ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ანუ ტრამპი პუტინის საუბარზე ვისაუბრეთ და ერთი ძამნიშნულოვანი ელემენტი რჩება, შენ წეღანა ახსენე სი ძინპინი, მე არ გაცალე იმის დასრულება აზრის. მოკლედ მარტის ბოლოსკენ იყო დაგეგმილი, ნუ ჯერჯერობით ისევ არის დაგეგმილი სი ძინპინთან შეხვედრა, ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ეს შეხვედრა გაუქმდება, არც ერთ მხარეს ამის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ ეს მოცემულობა ტრამპს არც თუ ისე კარგ პოზიციაში აყენებს სი ძინპინთან შეხვედრის წინ, ხო? და ანუ გარკვეული თვალსაზრისით თუ წარუმატებლობა გაგრძელდა და რამე ხელშესახები შედეგი ვერ მიიღო ტრამპმა, არ ვიცი, რამდენად მომგებიანი პოზიციიდან შეიძლება შეხვდეს სი ძინპინს. ხო ამ კონფლიქტის დაწყების დაჩქარებასაც მაგასაც აბრალებენ, რომ აი სურდა, რომ აი სანამ სი ძინპინთან ჩავიდოდა, მანამდე ეს ქონოდა ეს, რომ აი ირანის ხელისუფლებას ჩამოიშალა და რეალურად ამერიკის კონტროლ ქვეშ გადავიდა ირანი, რომელთაც უფრო ესე ვთქვათ ზეწოლის ინსტრუმენტები მეტი ექნებოდა სი ძინპინზე. ეხლა საკმაოდ რთულად არის სიტუაცია, შეიძლება ხო, ეხლა ხო რთულად არის როგორც ირკვევა ჩინეთისთვის ენერგო ნავთობ მიწოდება არ შეწყვეტილა ირანის მხრიდან. ირანი ხო, ნუ ხო უფრო მეტი ფულად რაოდენობაში გაიზარდა. არა მხოლოდ ფულად რაოდენობაში როგორც ვნახე, ესე იგი ირანიდან ახლა ამ დღე 28 თებერვლის შემდეგ ყოველდღიურად უფრო მეტი ასე ვთქვათ ნავთობი გადის, ვიდრე გადიოდა 28 თებერვლამდე. ხო, ესე თქვა. რაოდენობაში, არა თანხაში, არამედ რაოდენობაშიც კი. აქ რთულად წარმოსადგენია შემდგომ რაზე უნდა ესაუბროს ტრამპი სი ძინპინს, ხო? სატარიფო ომი პრაქტიკულად წააგო, ეს რაღაცა მიიჩქმალა ეს თემა. აბსოლუტური კრახი აღმოჩნდა, ნუ ეს უზენაესმა სასამართლომაც ეს გააუქმა მისი ეს გადაწყვეტილება და ბოლოს რაღაც უნივერსალური 10%-იანი ტარიფებზე შეთანხმდა, რომელზედაც მე მგონი მანამდეც არსებობდა გარკვეულ ქვეყნებთან ეს 10%-იანი სატარიფო სავაჭრო სქემა. ნუ აქ არის ესეთი საკითხი, ეს არის იშვიათი მინერალების საკითხი, რომელიც სჭირდება ამერიკულ შეიარაღებას, რომელზედაც გარკვეულწილად აქვს ესეთი ფეხი დაჭერილი ჩინეთს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს მიწოდება შეწყვიტოს. შეიძლება იყოს სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებები, მაგალითად, ჩინეთი აღარ ყიდულობს ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, კონკრეტულად ამ მარცვლეულს, ძირითადად გადაერთო ბრაზილიაზე. შეიძლება ეს იყოს აი ვაჭრობის აღდგენის სურვილი, მაგრამ ნუ თუ არ ექნა ეს ზეწოლის ბერკეტები, ნუ რთულად წარმოსადგენია, რა უნდა წამოიღო
მიიღოს დონალდ ტრამპმა პეკინიდან. ხო, ანუ ეს ჯერ კიდე, ანუ როგორ ვთქვათ, ერთის მხრივ აი ეს დაგეგმილი შეხვედრა აიძულებს ტრამპს რომ ომი გააგრძელოს, რომ რაღაცა შედეგი მაინც დადოს, მაგრამ შეიძლება ეს აღმოჩნდეს პირიქით მისთვის უარესი, მაგრამ შეწყვეტაც მისთვის უარესი. რისკი იმისა, რომ უშედეგოდ კი არა და უბრალოდ უფრო დიდი ზიანით დაასრულო ეს კამპანია, უფრო არც თუ ისე მცირეა. მაგრამ შეწყვეტის პერსპექტივაც არ არის, ასე ვთქვათ, კარგი პოზიციონირება. ტრამპის მდგომარეობა ისეთია, ჩვენს იმაში რა ქვია, ინტერნეტ სივრცეში რომ ძალიან პოპულარული არც იქანა მიიღო და არც იქანა ედგომებოდესო მასეთ ვითარებაშია მე მგონი ხო ну ცალკე ახლა ვთქვათ რომ ევროპაში უკვე დაიწყო ამ კამპანიის მიმართ კრიტიკები. ეგ მოვიწყდებოდა. ну გარდა ახლა ესპანეთს რომელიც ესეთი გამოკვეთილი მაგალითია ისრაელიდან ელჩიც გამოიწვია. ფრიდრიხ მერსმა თქვა რომ საერთაშორისო სამართლის მიღმა შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში ჯორჯია მელონიმაც იგივე განაცხადა იგი მე მგონი საფრანგეთმაც იგივე თქვა და ესეთი მცირდება ევროპული ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია ამ კონფლიქტის მიმართ. ну ახლა ესპანეთი ახლა ბევრს უკვირს რატო გამოიდო თავი ესპანეთმა, მაგრამ ესპანეთი არის აქვს ნახევრად არაბული ფესვები, ნახევრად რაღაცა არაბული კულტურის მემკვიდრეობა, მას აქვს გარკვეულწილად პოლიტიკურ კულტურული აფილაცია პალესტინის საკითხთან და რაღაცა ერთიანი ევროპული ქვეყნებიდან რომელსაც აღიარა პალესტინის სახელმწიფო. თან ამას დავამატოთ ისიც რომ ეს ხელისუფლებაც არიან სოციალ-დემოკრატები, გარკვეულწილად რაღაც მემარცხენე მიმართულების ნახევრად ისტორიულ პარტიას ვერ დავარქმევთ, ფრანკო შემდგომ წამყვანი პარტია იყო რაც 80-იანი წლების დასაწყისიდან, ამიტომ მათი მხრიდან ეს არ იყო რაღაცა მოულოდნელობა, თვითონ არის პალესტინის გენოციდზე დაფიქსირებული პოზიციიდან შეიძლება გვევარაუდა რომ ამ კონფლიქტში ასე ვთქვათ ესპანეთი ამ პოზიციას დაიჭერდა. ხო მოკლედ შეგვიძლია ვამთავრებთ საუბარს, მაგრამ ამასთან ერთად არის გარკვეული ესე ვთქვათ მაგალითად ირანმა პრინციპში შეიძლება ითქვას რომ გაუხსნა კარი დასავლურ მედიას და განსაკუთრებით ანტიტრამპისტულად განწყობილ მედიას რა CNN-ი და ასე შემდეგ და შეუშვა საკუთარ ქვეყანაში და რაღაცა ინტერვიუებით ურთიერთობს მათთან, აჩვენებს როგორ ცხოვრობს ხალხი, იქ მამასწინათ ესეთი ვიდეოც იყო სადაც CNN-ის ჟურნალისტი ყავით ხელში გვაჩვენებდა რომ აი მაღაზიებში არანაირი პრობლემა არ არის და ყველაფერი მუშაობს საშტატო რეჟიმში როგორც იტყვიან ხოლმე, ხო? ანუ გარკვეული თვალსაზრისით ეს არის ესეთი პირველი თვალნათელი შემთხვევა, როდესაც დასავლეთი საინფორმაციო კამპანიას აკეთებს. ხო, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ირანი არის აგრესივის მსხვერპლი, მსხვერპლს ყოველთვის ურჩევნია რომ რაღაც დაფიქსირდეს ის ზიანი, რასაც ის იღებს, ხო? იქნება ეს ადამიანური, ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა მიმართულების, ამიტომ არ იყო ეს რაღაც გასაკვირი, რაღაც ირანი ჩაკეტავდა რაღაცა მედია კარებს. ну პირიქით იქცევა მაგალითად ისრაელი, ანუ ახანთ ის არის აგრესორი, ამ შემთხვევაში ის ცდილობს რომ ის ზიანი დამალოს, რასაც იღებს, გამომდინარე იქიდან რომ აი ამ მის პროაქციაში, რასაც იგულისხმობდა ამ ომის დაწყება, მისი ეს რაღაცა მიზნების მიუღწევობა გადამალოს. ანუ ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს, რომ მეტი უფრო რაღაცა მედია აქტიურობა ვიხილოთ ირანთან მიმართებაში. ეს მას აძლევს, ანუ როგორ გითხრა, საერთაშორისო საზოგადოებაში რაღაცა გარკვეულწილად იმიჯს შეიძლება იბრუნებდეს, შეიძლება რაღაცა სიმპათიას იწვევდეს. თან კარგად იყენებს ამ შიდა დაპირისპირებას, რომელიც ამერიკის პოლიტიკაშია და იმიტომაც აი თქვა CNN-ი, იმიტომ არის ესე აქტიურად შესული და იმდომ მუშაობს. ხო, თან ეს აწყობს თავად ხელისუფლებასაც ირანში გამომდინარე იქიდან რომ აქამდე რაღაცა დასავლურ საზოგადოებაში წარმოჩენილი იყო ისე რომ რაღაცა კაცშვილი არ უჭერდა ხელისუფლებას ხარს და ყველა სურდა რაღაცა აიათოლების გადაგდება, თუმცა ის უწყვეტი აქციების რეჟიმი რაც არის ირანში დღეს რომ დღე-დაღამე მოსახლეობა ქუჩაშია, რომელსაც იღებენ მედიები, ეს აჩვენებს საპირისპიროს და რაღაც გარკვეულწილად კონსოლიდაცია რომელიც გამოიწვია 20-30 წლიანი პროპაგანდას რო რაღაცა ბავშვებს ჭამენი რაღაცა ეს თუ არა ხვალ დაიშლება აიათოლების რეჟიმი და ასე შემდეგ. კარგი შოთა, მოკლედ მადლობა ამ განხილვისთვის და ჩვენ შევხვდებით უკვე ჩვენს
სმენელსა და მაყურებელს მომავალ კვირაში ჩვენი საერთაშორისო მიმოხილვის ახალი ეპიზოდით დაგემშვიდობებით იმედია ირანი აღარ იქნება თემა ხო აი არ ვიცი ნახოთ ანუ მე რაზეც ვილაპარაკეთ ეგ იმედი ცოტა რთული დასაყენებელია ანუ რთულად წარმოსადგენია მაგრამ კარგი იმედი ვიქონიოთ რომ არ იქნება მართლაც თემა და დასრულდება თუ ყოველ შემთხვევაში რომც დასრულდეს მოგვიწევს იმის ახსნა რომ რა შედეგით დასრულდა და შეიძლება სხვა თემებზეც ვერ ავწდებით გარკვეული თვალსაზრისით ამიტომ გემშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საქართველოს რადიოს ეთერში გვისმენდით 42 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას და ასევე შეგიძლიათ რომ გვიყუროთ YouTube არხზე 42 პარალელის YouTube არხზე ასევე გვისმინოთ Spotify-ზე რომელსაც გირჩევთ რომ გამოიწეროთ და მოგვისმინოთ ხოლმე და Facebook-ზე და TikTok-ზე მოგვადევნეთ თვალყური კარგად ზანდებოდეთ წარმატებებს ისურვებთ